Როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ამის მიღწევის გზებსა და მექანიზმებზე იმსჯელეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სალომე ზურაბიშვილის მიწვევით შეხვედრა 4 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებთან 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. განხილვის თემა იყო საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება, ასევე დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება ამ პროცესისთვის აუცილებელი ყველა პირობა. ამასთან კვლავ გაურკვეველია ბიძინა ივანიშვილისთვის რომელი პირობა შეიძლება შესრულდეს. ოლიგარქსაც პრეზიდენტი დიალოგისთვის იბარებს და მის კომპრომისს ასახელებს კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად. ამისი ალტერნატივა კი ზურაბიშვილის შეფასებით რეჟიმის თავისთავად ჩამოშლა. ქართული ოცნებიდან ორბელიანების სასახლეში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. კეთი ნადიბაიძე მუშაობს რამდენიმე საათია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შეხვედრის შედეგებზე ვრცლად მისგან გავიგებთ. დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა არის დასრულებული. ბევრი დეტალი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ვერ გავიგეთ, რადგან შეხვედრის მონაწილეებმა ჯერჯერობით საჯაროდ დეტალებზე საუბარი არ ისურვეს და დაანონსეს, რომ ეს შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც და შესაძლოა უფრო მეტი შევიტყოთ მხვალინდელი შეხვედრის ამოწურვის შემდეგ. მანამდე დაგვიდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საბჭოს ფორმატის შექმნა, რომელიც იქნება წარმომადგენლობითი და რომელმაც უნდა მუშაობს ახალი არჩევნების მიღწევის სამართლებრივ გზებთან დაკავშირებით და ასევე უკვე შემდეგ ხელახალი არჩევნების ჩატარების წესებთან, ფორმებთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ახალი დამოუკიდებელი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. ასევე შევიტყვეთ იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ვერსიას დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერებული იყო კოალიცია ცვლილებისთვის მიერ დასახელებული სამართლებრივი გზა, რომ პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს მე-11 მოწვევის პარლამენტი და ჩანიშნოს რიგარეშე არჩევნები, თუმცა შევიტყვეთ ისიც, რომ ამ სამართლებრივ გზას შეხვედრის სხვა მონაწილეები ვერ ხედავენ და განიხილავენ პრობლემურად. ნიკა გვარამიას მხრიდან მაგალითად ითქვა ის, რომ ის სრულიად რეალისტურად მიჩნევს ამ გზას და ერთ-ერთ ვერსია დღევანდელ შეხვედრაზე იყო განხილული და ნამსჯელი ამ თემასთან დაკავშირებითაც. საერთო ჯამში დღევანდელ შეხვედრაზე იყო მსჯელობა ლაპარაკი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჯერ კიდევ გუშინ გაჟღერებულ 2 სცენართან დაკავშირებით. ერთის მიხედვით, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 29 დეკემბრამდე აძლევს პრეზიდენტი ვადას ბიძინა ივანიშვილს, რომ გადადგას კომპრომისული ნაბიჯი და ჩანიშნოს ხელახალი არჩევნების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში 29 დეკემბრის შემდეგ პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მაინც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაინც მივა პროცესი ახალ არჩევნებამდე და ეს გზა გაცილებით მტკივნეული იქნება ოლიგარქისთვის და მისი პარტიისთვის. აქვე გეტყვით იმის შესახებაც, რომ პოლიტიკოსების გარდა 4 ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებოდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და რომლებიც არიან ძალიან მწვავე დასკვნების და შეფასებების ავტორები. შეგიძლიათ ახლა მოისმინოთ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა. საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასულია ხელისუფლება და საკონსტიტუციო ჩარჩოში ამ ყველაფერს მხოლოდ ახალი არჩევნები დააბრუნებს, მეტი არაფერი. პოლიტპატიმრები გასათავისუფლებელია, რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეეხება მექანიზმს, ორგანიზაციულ მექანიზმზეც ვისაუბრეთ. 29-მდე თუ 29-ის შემდგომ რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ამაზე უკვე ამ სიახლეები რაც იყო ჩვენთვისაც, ხვალ გვექნება უკვე საუბარი ჩვენ 7 საათზე. ორგანიზაციის მექანიზმზე საბოლოო ჯამში ქალბატონი სალომე ისაუბრებს, ხო, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ისაუბრებს, თუ რა მექანიზმი იქნება, რომელიც წარმართავს ზოგადად იმ პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც ჭირდება საქართველოს, რომელიც დაელაპარაკება საქართველოს ფარგლებს გარეთ პარტნიორებს და რომელიც საქართველოს შიგნით საქართველოს მოქალაქეებთან აწყობს მუდმივ კომუნიკაციას. საბჭოს ფორმატი ჩემთვის
ახლა უკვე ნათელი არასაჭიროა. მე არ მომწონს საბჭოებისთვის, იმიტომ რომ არსებობდეს უბრალოდ, მაგრამ გასაგები გახდა რა ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია მას, ამიტომ ბუნებრივია რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტის გვერდით ვიდგებით. ყველა შემთხვევაში განხილვადი არის ყველა ვერსია, რომელიც მიყვება სწორ და ერთადერთ საჭირო გადაწყვეტილებამდე. რეჟიმი უნდა წავიდეს და შეიქმნას ახალი ხელისუფლება, რომელიც კი არ ჩაანაცვლებს რეჟიმს, არამედ საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ. ჩვენ გასული ვართ კონსტიტუციური ფარგლებიდან, არსებობს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ამ კრიზისს უნდა მოწესრიგება. ამიტომ ჩვენ მსჯელობთ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ამ კრიზისის მოწესრიგების და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის სწორედ პარლამენტის არალეგიტიმური პარლამენტის დათხოვნა, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ძირითადი ჩარჩო ამ მოსაზრებების, რა თქმა უნდა, მზად არის განსხვავებულია მცირე გარკვეულ საკითხებში, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს არჩევნები, ეს არჩევნები უნდა იყოს გარანტირებულად უკეთესი და არ მიცეთ საშუალება, რომ მან კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები. და რაც თავარია, ამის ყველაფრის წინაპირობა არის ადამიანების არა მხოლოდ იმ ხალხის გამოშვება, რომელსაც ისედაც ვადაგაზდის პატიმრობის და ისედაც უნდა გამოვიდეს გარეთ, არამედ იმ ხალხის, ვინც სისხლის სამართლის დევნაა, არიან საპატიმრო შიში უნდა გამოვიდეს შეწყდეთ მათი წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა. შესაბამისად, ამის მერე ბუნებრივია, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ მეტნაკლება სამართლიანი დემოკრატიული გარემოში არჩევნების ჩატარება და აი ამ სქემებზე ბუნებრივია უნდა იყოს მუშაობა. ქონდა ძალიან სასარგებლო, კარგი საუბარი იმას დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში, იმისათვის, რომ გამოვირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად ვსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, მან განაცხადა მზაობა ამ დიალოგისთვის ის მზად არის ეხლაც იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებისთვის უალტერნატივო არის და უკომპრომისო ორი მთავარი მოთხოვნა: ხელახალი არჩევნების ჩატარების და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების. ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, ეს არის ახალი არჩევნების თარიღის და პროცესის ფორმების განსაზღვრის საკითხი. დღევანდელ შეხვედრას, როგორც გითხარით, ესწრებოდნენ მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთაგან მოისმინა დღეს პრეზიდენტმა და ასევე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, როგორ ესახებათ მათ ახალი არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ერთ-ერთ საკითხად სამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხად დასახელდა დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია. არანაირი დოკუმენტზე არ არის ამ შემთხვევაში საუბარი. ნახეთ, აქ არის გაცვლა იდეების, მოსაზრებების, როგორი უნდა იყოს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იმ საკითხების გათვალისწინებით, ჩვენ რაც ვიხილეთ, ხო? პრობლემები ამ არჩევნებზე, ამიტომ დოკუმენტზე კი არ არის გადაწყვეტილებაა პოლიტიკური მისაღები და თქვენ როგორც იცით, ეს არის პოლიტიკური ნაწილი, რომელზეც პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები საუბრობენ და მათ შორის იყო შეთავაზება. ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ჩვენს მიმართ ხოვნა იყო, რა გარანტიები სჭირდება იმას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის თავარი არის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა. გადაწყვეტილებებზე არა, მეგობრებო, ვიმსჯელეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ რაც ქონდა თხოვნა სამოქალაქო საზოგადოებმა ეს წარმოვადგინეთ, მათ შორის აქ იყვნენ პარტიები, სადაც უფრო პოლიტიკური დისკუსია იყო, ჩვენი დისკუსია იყო წმინდა სამართლებრივი ტექნიკური. აი ასეთია განცხადებები პრეზიდენტის სასახლეში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 2 საათნახევარს. დახურულ კარს მიღმა მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, 4 პარტიაზეა საუბარი, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები. ეს არის ის საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა სწორედ აი ამ პროტესტის პარალელურად. ეს შეხვედრა გაგრძელდება, როგორც დაანონსდა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან, ხვალაც იგივე მისამართზე.